გადაცემის წამდგენია სამოდელო სააგენტო New Models-ი და ქვეყნის ეროვნული სილამაზის კონკურსი Miss Princesa საქართველო. მოგესალმებით. დღეს საოცარი სტუმარი ყავს გადაცემაში უნიჭიერესი, ხელოვანი ქალბატონი, დიზაინერი ნათია დიასამიძე, ბრენდი ნათუშას დამფუძნებელი დიზაინერი, ხელმძღვანელი. მოგესალმებით. მოგესალმებით. დიდი მადლობა. თქვენთან სტუმრობა რომ ხვდეთ წილად, უღრმესი მადლობა. მოდი მოგვიყევით, როდის დაინტერესდით ხელსაქმით, ეს არის ჩანთების ხაზი. ასევე როგორც ვიცი, თქვენ გაქვთ სხვა ხაზის, ეს არის ფეხსაცმელი. და მოგვიყევით პირველი ნამუშევარი, რატომ გადაწყვიტეთ, საიდან წამოვიდა იდეა? კი, როდესაც უკვე პროფესიის არჩევაზე მიდგარი იგი, ხელოვნებასთან ყოველთვის მეგობრობდი, ყოველთვის ძალიან მიყვარდა, მაგრამ ესე გადაწყვეტით სკოლის ასაკში არ მქონდა ზუსტად რა პროფესიას ავირჩევდი და რაღაცნაირად დედის რჩევით, აი სრულყოფილად დედის რჩევით, ვიფიქრეთ, რომ ტყავზე მუშაობის განხრით უფრო წავსულიყავი და ამოვირჩიეთ ფეხსაცმელები. ოღონდ მაგ პერიოდში არ გადავწყვიტე რატომღაც სამხატვრო აკადემიაში ჩაბარება, იმ თვალსაზრისით, რომ ესე ზუსტად არ ვიცოდი, მინდოდა თუ არა ეს პროფესია და მინდოდა რაღაცა პატარა გამოცდა მომეწყო ჩემი თავისთვის და შემდგომ გადამეწყვიტა უკვე რა მიმართულებას მეუყვებოდი. მაშინ სახელოსნოშიც არ ვიყავი ნამყოფი ფეხსაცმელთან, ანუ ესე ახლო შეხება არ მქონია და გადავწყვიტეთ. მაშინ თავიდან ახალი დაფუძნებული ქონდა თათა ვარდანაშვილის ფეხსაცმლის სკოლა. და მასთან მივედით. თათა ვარდანაშვილთან პირველი ლექციის შემდგომ უფლება მოგცა სტუდენტებს, რომ ჩვენ შევსულიყავით სახელოსნოში, მის სახელოსნოში და ყველაფერი გვენახა ჩვენი თვალით და მაშინ დაიწყო უკვე ჩემი სიყვარული ამ ყველაფრისადმი, როცა მე თვითონ ვნახე, როგორ იქმნება ფეხსაცმელი, როგორ ირჩევა ტყავები, როგორ საერთოდ რას ქვია კალაპოტი, ინსტრუმენტები და მინდა რომ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადო ბატონ გელას მის ერთ-ერთ წამყვან საუკეთესო ხელოსანს, რომელიც დაუღალავად პასუხობდა ყველა იმ შეკითხვაზე, რასაც მე მას ვეკითხებოდი და ძალიან ბევრ კითხვებს ვუსვავდი, დაუღალავად შრომობდა იმისთვის, რომ სრულფასო უნდა ეჩვენებინა ჩემთვის აი აბსოლუტურად ყველაფერი, რაც აი ამ ყველაფერს ცოდნას მე მომიგროვებდა და მან შემაქმნევინა პირველი ფეხსაცმელი, მან და ქალბატონმა ლუიზამ თათა ვარდანაშვილის თავარ ადამიანებს გეუბნებით, ვინც თათას ძალიან ეხმარებოდნენ ამ წარჩინებულ გზაზე და პირველი ფეხსაცმელი შევქმენი სწავლიდან დაახლოებით 3 თვეში ძალიან მალე, ოღონდ ეს არ იყო დამოუკიდებლად ჩემი შექმნილი, აქ დამეხმარა ძალიან ბევრი ადამიანი. ეს ფეხსაცმელი შეიქმნა ანანოსთვის, ჩემი ძმისშვილისთვის, რომელიც უკვე ნათუშას ბრენდის მოდელია. იმხელა გოგოა. ხო, მაშინ ძალიან პატარა იყო, 2 წლის იყო. შემდგომ უკვე დავიწყეთ კიდევ უფრო რამოდენიმე ფეხსაცმლის გაკეთება და ყველაზე იმ ეტაპზე ჩემთვის დიდი წარმატება იყო, როდესაც თათა ვარდანაშვილი ფოიეში გავაჩერე, ძალიან შევეხვეწე, რომ დამლოდებოდა, რომ მისთვის მინდოდა, რომ ჩემი ფეხსაცმელი მეჩვენებინა და სახელოსნოდან გამოვიტანე არადამთავრებული ფეხსაცმელი და ვაჩვენე და არასოდეს არ დამოვიწყდება თათას სახე, როგორი ბედნიერი სახე ქონდა იმ კუთხით, რომ ჯერ მის სკოლაში მივაღწია ამ ყველაფერს, რომ ეს უკვე ამ დონემდე მისულიყო ჩემი ნამუშევარი, რომ რამოდენიმე თვეში უკვე შევქმენი და მას ვაჩვენე, თავისთავითაც ძალიან ბედნიერი იყო და შემდგომ უკვე ჩემით იყო ბედნიერი, რომ ამხელა გამბედაობა მქონდა თუნდაც, რომ თათა ვარდანაშვილისთვის მეჩვენებინა ჩემი ნამუშევარი. ეს იყო ძალიან დიდი ამბავი. მაშინაც და ეხლაც ესე ვთვლი. ეს იყო ჩემი პირველი პაწიწინა წარმატება. პირველი ნაბიჯები. ხო. თუმცა მინდა თამამად აღვნიშნო და ჩემი აზრი დავაფიქსირო, რომ თქვენს ნამუშევრებს ნამდვილად ეტყობა, რომ თქვენ ძალიან სერიოზულ სკოლაში გაიარეთ ხელსაქმე და მინდა მეც უდიდესი წარმატებები გისურვოთ. დიდი მადლობა. რატომ ნათუშა? საიდან წამოვიდა ბრენდის სახელი? ბრენდის სახელი როცა უკვე უნდა დამერქმია, ზოგადად ძალიან ცვალებადი ტიპაჟი ვარ და არ მინდოდა ისეთი სახელი დამერქმია, რომელსაც მე შევცვლიდი რაღაცა უხერხული იქნებოდა და
ძალიან მალე, როდესაც დავიწყე ფიქრი, მომაფიქრდა დამოუკიდებლად, მე თვითონ არავის დახმარებით დამირქმია ნათუშა. სახელი, რომელიც ასოცირდება ჩემს ბავშვობასთან, რომელსაც სახელსაც მეძახდა ჩემი უფროსი ძმა და შემდგომ უკვე ოჯახის წევრები და ჩემი საყვარელი ადამიანები. ეს არის სახელი, რომელიც ასოცირდება ჩემთვის სითბოსთან, ბავშვობასთან, სიყვარულთან და ოჯახთან, რომლის დაძახებაც და გაგონებაც არასოდეს არ მომბეზრდება და ესეთი სიყვარულით ვუვლი ამ ბრენდსაც, რომ ყველა სიამოვნებდეს ამ სახელის გაგონებაც და დაძახებაც და ტარებაც ამ ბრენდის. დიახ. როგორ მოგძებნოს მომხმარებელმა და რას თავაზობ მას? მომხმარებელს ამ ეტაპზე ნათუშას ხაზის თავაზობს ხელჩანთებს. მხოლოდ და მხოლოდ ცოტა ხანი დავაპაუზეთ ფეხსაცმლის ხაზი. ჩვენ გვაქვს ორი სოციალური ქსელი, Instagram და Facebook გვერდი. შეუძლიათ მომძებნონ ნათუშა ქვედატირე ოფიციალის გვერდით და შეგვიკვეთონ ჩვენს მიერ უკვე დამზადებული ჩანთები, რომლის შეკვეთიდანაც რომელ ჩანთებსაც ძალიან მოკლე დროში ვამზადებთ მაქსიმალურად. დიზაინს თავაზობ თუ ნებისმიერი დიზაინის? არა, დიზაინს თავაზობთ ჩვენ. ეგ პირობაა ჩვენი ბრენდის, რომ ჩვენი დიზაინით უნდა შეიქმნეს. კი, აუცილებლად ესკიზიდან იქნება ყველაფერი. ძალიან საინტერესოა. მოდი მოგვიყევით ბაზარი, საქართველოს საერთაშორისო როგორია? და სამომავლო გეგმები, რა თქმა უნდა. საქართველოს ბაზარზე ამ ეტაპისთვის უკვე საკმაოდ ბევრი დიზაინერია. ჩვენ ცოტა მე ვფიქრობ, რომ საქართველოს ბაზარზე საკმაოდ მორგებულად ვართ, მაგრამ აი ყოველთვის ვცდილობ, ვიტყვი მხოლობიჩი, არასოდეს არ გადავუხვიო. ჩემს თუნდაც ესკიზებს, ჩემს თუნდაც მუზას, ან ჩემს აი ყველაფერს, იმიტომ რომ ბაზარზე კარგად იყოს საქმეები. ან ყოველთვის ვცდილობ, რომ შევქმნა ისეთი ნამუშევარი, რომელიც იქნება ტენდენციურიც, ჩემთვისაც მოსაწონი მომხმარებლისთვისაც, მაგრამ პირველია რომ ეს იყოს სრულყოფილად ჩემს მიერ შექმნილი და იმიტომ რომ გაყიდვადი იყოს და იმიტომ რომ უფრო მეტი პრესტიჟულობა ქონდეს, არც ესკიზებს არ ვიპარავ ესე ბჭყალებში რომ ვთქვათ და არც მაგკუთხედით არ მივდივარ. აბსოლუტურად კი. რას ყველაზე მნიშვნელოვანია და როგორც მივხვდი ინდივიდუალური არის ეს ესკიზი. კი ბატონო, ესკიზი არის ინდივიდუალური, მაქსიმალურად ვცდილობ რომ ერთ ჩანთაში რამოდენიმე დიზაინის შტრიხები ჩავტიო, იმიტომ რომ ჯერჯერობით არ მაქვს მაგის ფუფუნება, რომ ბევრი ჩანთები შევქმნა და მაქსიმალურად ვცდილობ რომ ის ბაზარი რაც გვაქვს ჩვენ პირდაპირ მნიშვნელობით ბაზარი რომელიც გვთავაზობს მასალებს ბოლომდე სრულყოფილად ავითვისოთ. დიახ. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის ტყავი, რომელიც არის სუფთა, როგორც ვიცი. ნაწილობრივ გვაქვს სუფთა ნატურალური ტყავისგან დამზადებული ჩანთები, რომელიც სრულდება ხელით მუშავდება და ნაწილობრივ გვაქვს მაღალი ხარისხის ტყავის შემცვლელი ჩანთები. გამოფენებში თუ ღებულობთ მონაწილეობას? გამოფენებში და შოურუმებში უფრო რამოდენიმე წლის წინ აქტიურად ვიღებდით მონაწილეობას, ოღონდ ყველა ნამუშევარი იყო ნათუშას ბრენდირებით, მაგრამ ესე უშუალოდ ჩემი სრული კოლექცია წარდგენა ვერ ხდებოდა. და ამ ეტაპზე სამომავლოდ გეგმავთ, რომ მხოლოდ ჩემი კოლექციით გავიდეთ ბაზარზე სრულყოფილად. თავიდან ბოლომდე ჩვენი და სამომავლო გეგმები კიდევ ერთხელ, რამე სხვა ახალ ხასხომ არაპირებთ, რომ სამომავლო გეგმები გვაქვს ის რომ გავფართოვდეთ იმ თვალსაზრისით, რომ დავამატოთ ფეხსაცმელიც, იმიტომ რომ მე ჩანთებზე მეტად მიყვარს ფეხსაცმელი და ვინც მე მიცნობს, ანუ თვითონ შიდა სამზარეულოში ჩვენ დიზაინერებთან და მხატვრებთან ყველა მიცის რომ ფეხსაცმლის მიმართულებით უფრო მეტად მსიამოვნებს მუშაობა. ფეხსაცმელმა უფრო აღმაფრთოვანა. ხო. როცა დავათვალიერე თქვენი ფოტოები. კი და სრულყოფილად ბედნიერები ვიქნებით და იქნება ნათუშას ბრენდი მაშინ, როდესაც ამ ჩანთებს დაერთვება ჩვენივე ფეხსაცმელი. შესანიშნავია და ერთმანეთში მორგებული ჩანთა ფეხსაცმელი. ხასიათის შტრიხები მაინც ესეთი იქნება. და ფიქრობ, სადაც ქალის მთავარი მნიშვნელოვანი აქსესუარი ეს არის ჩანთა და ფეხსაცმელი. კი. თუმცა ჩანთა ხაზგასმით რა თქმა უნდა. კი. მინდა რომ წარმატებები გისურვოთ. დიდი მადლობა. და როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო ბაზარიც
რა თქმა უნდა, ყველა დიზაინერი ოცნებობს ამაზე და გამიხარდება, რა თქმა უნდა. ძალიან დიდი მადლობა, უღრმესი მადლობა. ჩვენ რა თქმა უნდა, რეკლამაზე გავდივართ, რეკლამის შემდეგ კვლავ დაგიბრუნდებით საინტერესო სტუმართან ერთად. And it goes like this. We get in your car and you need to kiss me. We talk for hours and lie on the backseat. And then one night the night when everything changes, you won't reply and we'll go back to strangers. დაგიბრუნდით ჩემო ძვირფასო ბაყურებლებო, როგორც დააკვირდით, კვლავ საინტერესო ხელოვანი ქალბატონი მყავს გადაცემაში სტუმრად. ნადია გოგოჭური გახლავთ მხატვარი, ოქრომჭიდელი, ვიზაჟისტი, ოპერატორი. მოგესალმებით. მოგესალმებით. ძალიან საინტერესო პროფესიები გაქვთ. დიდი მადლობა ყველაფერი ხელოვნებაში. რა თქმა უნდა. და რა თქმა უნდა, განსაკუთრებულად მინდა აღვნიშნო, ნადია გახლავთ ემიგრანტი და დაბრუნდა, რა თქმა უნდა, თავის მეუღლესთან ერთად, ორ შვილთან ერთად საქართველოში, რაც მისასალმებელია და მოდი მოგვიყევით, როგორც ვიცი, ძალიან ისეთი ბავშვობიდან, თინეიჯერობის ასაკიდან წახვედით საზღვარგარეთ და დღეს დაბრუნდით, მოკლედ აი ამ ასაკში უკვე საქართველოში. მოგვიყევით, რატომ გადაწყვიტეთ წასვლა, რა გზა გაიარეთ ემიგრაციაში და შემდეგ უკვე მოკლედ დღევანდელი დღე. დიახ. 20 წელზე მეტია ვიცხოვრე შვედეთში, ანუ ჩემი მეორე სახლია ეს, შეიძლება ჩემი ცხოვრებაზე ცხოვრების ნახევარზე მეტი იქ მაქვს გატარებული. მაგრამ ჩემი სამშობლო და პირველი სახლი ყოველთვის გულში საქართველო. და პატარა ვიყავი, ანუ ბევრი რამ მაშინ არ გადამიწყვეტია მე თვითონ. და სხვა დრო იყო. მაგიტომაც გადაწყვიტა ჩემმა უფროსებმა გადაწყვიტნენ ოჯახმა კი რომ წასულიყავით. ესეც ძალიან მადლობელი ვარ ამ გამოცდილებაც და მოდი მოგვიყევით, როდის დაინტერესდით მხატვრობით, ასევე შემდეგ ვისაუბრებთ, თქვენ მუშაობდით იქ ტელევიზიაში და გამოცდილებაზეც რა თქმა უნდა. დიახ, იქ უფრო დიდი მასშტაბებია ტელევიზიაში, ძალიან საინტერესო იყო. თან იქაც დიდი გამოცდილება გამოვიარე, შევიძინე და მე ვთვლი, რომ საქართველოში გამომადგება ის გამოცდილება, რაც იქ გამოვიარე. ძალიან საინტერესო იყო, სხვადასხვა გადაცემებში მუშაობდი. ჯერ დავიწყე როგორც ოპერატორი, იმიტომ რომ დამთავრებული მაქვს კინო, რადიო, ტელევიზია შვედეთში. ერთ-ერთი ჩემი სპეციალობაა, დიახ. მაგრამ მე რაღაც ამ კამერებით დავიღალი და ვხედავ გოგოები იქ საგრიმიოროში უფრო ესე კომფორტულად და თან უფრო რაღაც აი ფერთან და ფორმასთან მუშაობა. იმ დროს პორტრეტებს ვხატავდი, გამოფენებს ვაწყობდი შვედეთში და რაღაც ესე ნელ-ნელა გადავედი საგრიმიოროში ვიზაჟისტად და დიდ გადაცემებში მომიწია მუშაობა ისეთი როგორც ალბათ ყველა მიცის Let's Dance ქვია გადაცემას 3 სეზონი მაქვს ნამუშევარი 2 სეზონი ქოშლაგეთან ძალიან დიდი გადაცემებია შოუებია და როგორი არის კამერის მიღმა აი ზუსტად ეგ არის საინტერესო სხვა რაღაცაა კი სულ სხვა რაღაცაა და უფრო კომფორტულად გრძნობ თავს კამერის მიღმა სულ სხვა სამყაროა სულ კამერის მიღმიდან მიწევა და ყურება აი რა ხდებოდა და აი ამას ვქმნიდით ჩვენს აი ჩვენი ჯგუფი და თქვენ ხართ პირველები როცა ესე მოვედი გავბედი ან თქვენ ხართ ესეთი კი თქვენ ხართ ესეთი რომ აი ესე მადლობა რომ ჩვენთან მადლობა თქვენ რომ მომიწვიეთ და ძალიან მოხარული ვარ აქ ყოფნით და ეს იქნება ჩემი ახალი გამოცდილება საერთოდ ახსენეთ გამოფენები შვედეთში მოდი მოგვიყევით როგორი იყო თქვენი გამოფენები და რა თქმა უნდა
დიახ. იქ გიმნაზიაში ჯერ გიმნაზიაში სწავლის დროს ვხატავდი და იქ არის ესეთი ახალგაზრდული ფესტივალი ქვია ამას, ანუ სადაც ჯერ ახალგაზრდები თავის ხელოვნებას აჩვენებენ. მთელმა ქვეყანამ ნახა. ქვეყნის მასშტაბით კი, ქვეყნის მასშტაბით ტარდებოდა ეს ფესტივალი, დიახ და იმ დროს გიმნაზიის დროს უკვე შემამჩნიეს რა აი ძალიან საინტერესოა, მაგრამ მე ვაკეთებ ყოველთვის ის რაც მიყვარს და ამ გულით და სიყვარულით გაკეთებული ნამუშევრები ალბათ გრძნობს ხალხი და ბევრჯერ ისე იყო, რომ აი ესე დახატული და რაღაც პატარა გამოფენაზეც გატანილი ნახატი იქვე ქალაქში გამოფენებზე ესე მე კონტაქტი ინტერესი წევდა და ესე მე კონტაქტებოდნენ და ძალიან საინტერესო გამოცდილებები მაქვს რამოდენიმე სტიპენდია მაქვს მიღებული იქ გაზეთებში წერდნენ მაგრამ მიწვევდნენ ინტერვიუებში მაგრამ როგორც ადრე ვახსენე მაშინ უფრო მეშინოდა კამერის წინ გამოჩენა და ბევრჯერ საინტერესოა კიდევ ერთხელ მადლობა რომ მოგზავნით ჩვენთან ჩემს გადაცემაში ახლა ნაბიჯი გადადით ვფიქრობ რომ ეს ალბათ ცხოვრებაში ახალი საფეხურის ახალი გამოცდილება ახალი საფეხური და მადლობა თქვენ ამისთვის ამ გამოცდილებას რა თქმა უნდა თქვენ ასევე დაინტერესებული ხართ ოქრომ ჭედელი დიახ სამკაულებს ვაკეთებ ოქროთი ვერცხლით ჩემი ატელიე მაქვს წარმოდგენილი აქვს თქვენი ნამუშევარი ერთი ვერცხლის რა თქმა უნდა და მომეწონა ძალიან ლამაზია თვალიც აქვს მგონი მწვანე თვალებია ჩასმული მადლობა დიდი როდის დაიწყეთ რამოდენიმე წელია მთელი ჩემი ცხოვრება ხელოვნება და ანუ ამ ხელოვნებაში ფერთან ფორმასთან მიწევდა ყოველთვის მუშაობა. მაგრამ აი როგორც ვიზაჟი ძალიან მიყვარდა ეს ჩემი პროფესია, მიყვარს ჩემი პროფესია ვიზაჟისტობა, მაგრამ აი არ მყოფნიდა რომ მინდოდა ისეთი რაღაც შემექმნა, რაც 10 წლეულები, 100 წლეულები. დიახ, მე როდესაც არ ვიქნები, ჩემი ხელოვნება დარჩებოდა, კი. ძალიან საინტერესო გადაწყვეტილება. დიახ, და აი ეს მივედი ფერი ფორმა, თან ბიძა მყავს ოქრომჭედელი, ბიძაც ის ავსტრალიაში ცხოვრობს, იქ მოღვაწეობს, ძალიან ისეთი ცნობადი, ცნობილი ადამიანია და ისიც მთელი ცხოვრება ხატვით იყო დაკავებული და ესე ხატვიდან გადავედა ალბათ რაღაც ინფლუენცია, ხო, შეიძლება ითქვას, კი ჩემზე ალბათ მოახდინა მაგანაც. ძალიან საინტერესოა ნამდვილად და ფიქრობ რომ რაც უფრო მეტ კარს გაუღებ შენს ნიჩს, უფრო მეტად რა თქმა უნდა ბედნიერი ხარ, წარმატებული ხარ და ასე შემდეგ. დიახ, ძალიან მიყვარს თითქოს აი ადამიანებთან ძალიან ბევრი კონტაქტი მქონდა და ეგაც რაღაც პერიოდი მაქვს, რომ გადავდივარ ერთი პერიოდიდან ესე ხელოვნებაში მეორე პერიოდში და ჩემ სამყაროში ყოფნა მიყვარს ძალიან, აი ჩემ ატელიეში ყოფნა და ეს როცა იდეები ცოცხლდება ფიზიკურ ფორმას რო იღებს, ეგ პროცესი ძალიან მიყვარს. და ეგ ეხება აი ყველანაირ ხელოვნებას ხატვა, ძერწვა, კი აი სამკაულების შექმნა რაღაცა ის მიყვარს სილამაზს თქვენთვის ხელოვნება. ჩემთვის ხელოვნება მარტო ხობი არ არის, ეს არის ცხოვრების წესი, ნაწილი, რამოდენიმე ენას ვფლობდა. მე ვთვლი, რომ ხელოვნებაც ერთ-ერთი აი როგორც ენა, უბრალოდ უფრო აი სულიერ დონეზე, როცა ფერით, ფორმით ქმნი რაღაც შენს იდეებს, შენს აზრებს, შენს შინაგან ემოციებს გადაცემ აი რეალობაში. უცებ მიჩნდება კითხვა, თქვენმა შვილებმა იციან ქართული? დიახ, ქართული იციან. მეუღლე მისწავლა, დიახ, მეუღლეც იქაური მყავს, შვილები ორივე დაბადებული შვედეთში მყავს. მაგრამ აქ როდესაც ჩამოვდიოდით
3 კვირით ერთი თვე მაგალითად 2 თვით ჯერ თავიდან და ქართულ ბაღში მიმყავდა ბავშვი რომ ესწავლა პერიოდულად ესე ენა რომ ესწავლა და მე ვთვლი ბავშვობიდან უფრო ეს ადვილად იღებენ ბავშვები ახალ ენებს. მშვენიერი გადაწყვეტილება იყო მინდა გითხრათ. დიახ, იმიტომ რომ მე ვთვლი რომ რაც უფრო მეტი ენა იცი, უფრო მეტად თავისუფალი ხარ. და რაც უფრო მეტი ენა იცი, უფრო გიადვილდება კიდე ახლის ურთიერთობაც კიდე ახალი ენის სწავლაც და რა თქმა უნდა. დიახ, და მაგითაც ესე გადაწყვეტად. რა გამოცდილება მოგცათ უცხოეთში ცხოვრება? უცხო ქვეყანაში სხვანაირად არის, რა თქმა უნდა, ცხოვრების ტემპი. საქართველოში სხვანაირად არის. რადიკალურად განსხვავებული არის საქართველოში ცხოვრების ტემპი და საზღვარგარეთ უცხოეთში ცხოვრების ტემპი. როგორ შეაფასებდით? ჩემთვის, ანუ, რადგან პატარა ვიყავი, მაინც იმდენად არ თავიდან იმდენად არ უგრძნობდი, რომ რაღაც აი უცხოეთია, სხვა ხალხია რა. ისე ადვილად ჩაიარა ჩემმა ინტეგრაციამ, რომ აი იმ ადვილად შევეგუე, დიახ. მაგრამ აი რაღაც რადგან მე თვითონ ემოციური ადამიანი ვარ და ჩვენი ხალხი უფრო ემოციურები ვართ და აი მე მიყვარს გამოხატვა ჩემი ემოციების ესე ღიად და მაინც ანუ რამდენჯერაც შემოსვლისთანავე დიახ, თქვენი ემოციები. დიახ, და აი ამიტომაც აქ უფრო კომფორტულად გრძნობდი თავს, რადგან იქ ახლა არავინ არ მზღუდავდა, მაგრამ მაინც როცა სხვა მე სულ ყოველთვის ვთვლი, სადაც ხარ, იქაური ქუდი უნდა დაიფარო და არასდროს არ ვცდილობდი, რომ რაღაცნაირად სხვანაირად. ამიტომაც მაინც აქ უფრო აი როგორ ვთქვა, უფრო ჩემია. დიახ, იქ პატივს ვცემ, მაინც ანუ იქაურობას. იმიტომ რომ ამდენი წელი გაატარეთ და დიახ, ჩემი მეორე სახლია, რა თქმა უნდა და ამიტომაც ჩემი სამშობლო საქართველოა, ჩემი მეორე სახლი შვედეთია, პატივს ვცემ და მიყვარს მეგობრები, ჩემი ოჯახის ნაწილი იქ მყავს, მაგრამ სულიერად აქ უფრო კომფორტულად, მშვიდად, კომფორტულად ვგრძნობ თავს. როგორია თქვენი სამომავლო გეგმები? გეგმები ყოველთვის როგორც მეტყვია ხოლმე ნაპოლეონური მაქვს. მაგრამ აი მადლობა ღმერთს, რომ ყველანაირი გეგმა რაც კი მქონდა, ყველაფერს, იმიტომ კი არ ვიძახი, მაგრამ აი ყველა ნაბიჯი ის გამოვიარე, ყველა გამოცდილება მივიღე, რაც კი ჩაფიქრებული მქონდა, როგორც კი ჩაფიქრებული მქონდა და ეხლა უფრო დიდი გამოცდილება მიიღეთ. დიახ, ხანდახან მგონია თითქოს 120 წლის ვარ, დიდი გამოცდილება, რადგან აქაც ბევრი რამ გამოვიარა 90-იანებში, მერე ეს ემიგრაცია, მერე იქ ის ცხოვრება 20 წელზე მეტი და ეხლაც რაც ხდება სამყაროში და ეს ყველაფერი მე უბრალოდ მიყვარს, აი ყველაფერს თვალს ვადევნებ და დიახ, ასე ვგრძნობ, რომ გამოცდილებები უკვე ბევრი შევაგროვე და ამის მადლობელიც ვარ, იმიტომ რომ ყველა ნაბიჯში მეხმარებიან ის გამოცდილებებიც და ის გადაწყვეტილებებიც, რაც მიღებული. ძალიან საინტერესოა. და მაქვს ასეთი კითხვა, რა სჭირდება ხელოვანს განვითარებისთვის? თავისი საქმის სიყვარული. სიყვარული თავისი საქმის და არასდროს არ დანებდეს და რწმენა, თავისი თავის რწმენა, სამყაროს რწმენა და არ დანებდეს, არ იფიქროს, სხვადასხვა პერიოდები გვაქვს ცხოვრებაში, მაგრამ ადამიანს თუ უყვარს ის, რასაც აკეთებს, მაინც ყოველთვის მე ასე ვთვლი, გაამართლებს და როგორც აი ჩემი გამოცდილებიდანაც გამომდინარე ეთყობა. ამიტომაც მე მიხარია, რა თქმა უნდა, მშობლიურ კერას რომ დავბრუნდით და უფრო საამაყოა, როცა თქვენი მეუღლეც და შვილებიც თქვენთან ერთად არიან. და მე ორი სამხატვრო მაქვს, ერთი ნიკოლაძე მაქვს აქ მოდელიერ ოსტატი დამთავრებული, იქ
ფერწერაზე შვედეთში ფერწერა მაქვს დამთავრებული და ანუ ძალიან როგორც ადრე ვთქვი, ჩემი ცხოვრება ხელოვნება მხატვრობაა და ერთ-ერთი რა უნდა მეთქვა, ტანსაცმელსაც ვაკეთებთ აქ საქართველოში გვაქვს პატარა გალერეა. ძალიან დიახ, საინტერესოა. გავხსენით გალერეა და იქ მაქვს სვეჯე გალერი ქვია, Sweden, Georgia. და რაც წარმოებულია საქართველოში და შვედეთში, ყველაფერი გვაქვს იმ პატარა ადგილზე, ჩემი პატარა შვედეთი, იქ დიახ, თავმოყრილი. კი, თავმოყრილი. ძალიან საინტერესოა ნამდვილად. სად არის ტერიტორიულად? თავისუფლების მოედანზეა, გალერეის უკან, კანცელარიის ძალიან საინტერესოა, აუცილებლად ვეცდები რომ მოვიდეთ თქვენ. მობრძანდით, ძალიან გახარებულები ვიქნებით და ალბათ ეს ყაბალახის თქვენი შექმნილი. დიახ, ესეც ჩემი შექმნილია ყაბაც დღეს მთლიანად გამოწყობილი ვარ. საინტერესოა, თქვენი ლუქია თავიდან ბოლომდე. დიახ. მშვენიერია. და მაინც ამდენი პროფესიის შემდეგ ხართ მხატვარი, ოქრომჭედელი, ვიზაჟისტი, ოპერატორი და როგორც აღნიშნეთ, თქვენი ატელიეაც გაქვთ და ქმნით სამოს, რომ რა მიმართულებით აპირებთ თქვენ გაგრძელებას? თუ ყველაფერში ერთად. ეს უფრო როგორც ადრე ვთქვი, ყველაფერი ჩემთვის ხელოვნებაა და როცა ვგრძნობ, რომ რაღაცას უკვე რაღაცით ან დავიღალე, ან გულით იმდენად არ ვაკეთებ, ვაგრძელებ ისევ ხელოვნებაში, რაღაც ახალ პერიოდს, ახალ რაღაც გამოცდილებას. მაგრამ ეხლა გეგმაში მაქვს მივყვე იმ ჩემ პირველი პროფესიით, ოსტატი მოდელიერი მაქვს როგორც პროფესია, ანუ ეს უფრო fashion, როგორც სამოსი, ის სამკაულები, ეს ყველაფრის შერწყმა. ანუ სამოდელო მიმართულებით აპირებთ თქვენს საქმიანობას. უფრო სამოდელო მიმართულებით დიახ და უფრო გლობალურად ალბათ. რა თქმა უნდა, დიახ, მასშტაბურად დიახ. მე მჯერა თქვენი ყველაფერი გამოგივათ და მინდა უდიდესი წარმატებები უსურვოთ თქვენს შემოქმედებას, თქვენს ბრენდს, კომპანიას. დიდი მადლობა. ჩვენი გადაცემა კიდე ყოველთვის მზად იქნება, თქვენი საინტერესო ამბები. დიდი მადლობა. გავაშუქოთ, როგორც მოგიწვიოთ, ასევე სადაც იქნებით, მოვიდეთ და გადავიღოთ. სიამოვნებით. რა თქმა უნდა. ბევრი წარმატებები. ხარია, რომ ვიყავით ჩვენი გადაცემის სტუმარი. უღრმესი მადლობა. მადლობა მაყურებელს. დიახ, ჩვენ რა თქმა უნდა რეკლამაზე გავდივართ, რეკლამის შემდეგ კვლავ დაგიბრუნდებით საინტერესო სტუმართან ერთად. ჩემი შემდეგი გადაცემის სტუმარი გახლავთ უნიჭიერესი საინტერესო სტუმარი მყავს სხვათა შორის ემიგრანტი ქალბატონი სოფო ბაზაძე გახლავთ თვითნასწავლი მხატვარი მოგესალმები სოფო სალამი საღამოშვიდობის თაკო ჩემო ძვირფასო მადლობა რომ მომიწვიე დღეს საღამოს შენთან ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის დღეს რატომღაც ძალიან ისე დაეხვა წინა სტუმარიც მყავდა ემიგრანტი შვედეთში ცხოვრობდა 20 წელი და დაბრუნდა თავის ოჯახთან ერთად მეუღლესთან ერთად საქართველოში ორშულთან ერთად და დღეს კვლავ მეორე სტუმარიც ისევ ემიგრანტი მყავს საინტერესო გადაცემაა ვფიქრობ საინტერესო ნამდვილად იმიტომ რომ ბევრ ემიგრანტს უჩნდება ეგ სრული სამშობლოში დაბრუნების ძალიან და მეც მაგან გადამაწყვეტია ჩემი საქართველოს სიყვარულმა გადამაწყვეტია წამოსულიყავი აღარ მინდა უკვე სხვა ქვეყანაში სხვა ქვეყნის ცის ქვეშ ცხოვრება ჩემს ქალაქში მირჩევნია ვიყო დავიმკვიდრო ჩემი თავი ვაკეთო ის საქმე რაც მე ბედნიერებას მანიჭებს თაკო ეს იტალიური ჟესტები ხელებით საუბარს და დავიჩვიე იტალიაში ბოდიში და მე მგონი დროა უკვე ყველამ თავისთავი იპოვოს პრინციპში ადამიანი როცა პოულობს ადგილს სადაც ბედნიერი აკეთებს საქმეს სადაც ბედნიერი ამას არ აქვს მნიშვნელობა შენ შვედეთში იქნები თუ საქართველოში უბრალოდ არის ადამიანები რომელსაც სულიერად ფესვები მაინც ხანაერად გვეძახის რა და ის დრო არ უნდა გამოგვეპაროს ხო იმ ფილმის არ იყოს რომ დროულად დავუბრუნდეთ ჩვენს მიწა-წყალს და მე მადლობელი ვარ ღმერთის რომ დავუბრუნდი მადლობელი ვარ ასევე შენი რომ აი ეს შენი ამ პატარა წერილით შენი მოწვევით შენ სტუდიაში აი ესეთი სტიმული მომეცი რომ ვიღაცამ შენიშნა ეს ჩემი
ჭაღების, ჩემი ნახატების პოტენციალი ეს რაღაცა დაინახა ისეთი განსაკუთრებული ამ ჩემს საქმიანობაში, რომ შენთან აღმოჩნდი დღეს და მადლობა კიდევ ერთხელ. მინდა წარმატებები გესურვო და მოდი დავიწყოთ. როდის დაინტერესდი მხატვრობით? მხატვრობით, მოკლედ რო გითხრა, მახსოვს ჩემი თავი ბაღში ვხატავდი ხოლმე ლურჯ ფურცელს, ესე თეთრი აკვარელით ზამთრის პეიზაჟებს, ყოველთვის მიყვარდა ხატვა. არ მისწავლია, არ მივლია არც სამხატვრო აკადემიაში, უბრალოდ ესე მოდის და ვხატავ, რავი, თითებით, ბუბკით, ზებუნებრივი ნიჭია. ზებუნებრივი არ მინდა გავიქვა ცოტა ისა ვარ, თავმდაბალი ადამიანი ვარ და მწხვენია ეგეთი სხვა შემიძლია შევაქ, მაგრამ ჩემ თავს ვერ შევიქებ. მივხვდი უბრალოდ ეს რაც თავი სუხატავდი. ერთადერთი ეს პერიოდი იყო ეს ემიგრაცია, მადლობა იტალიას, მადლობა ემიგრაციის წლებს, რომ ბევრი რაღაცა მომცა საშუალება იმის, რომ მეყიდა ბინა, დაუბრუნებულიყავი საქართველოში. მაგრამ დრო წამართვა, მე ამ ჩემს საყვარელ საქმიანობას ხელს ვერ ვკიდებდი. იყო ისეთი სიტუაციები, რომ აქ რატო ხარ, აქ იცი რა ხატვისთვის არ ხარ და ეს მე უფრო მთრგუნავდა, მაგრამ მე ბოლო წლები რატომღაც უკვე და ამან დამეხმარა, ერთგვარი არტ თერაპია აღმოჩნდა ჩემთვის, დავიწყე ნეიროგრაფიკით ხატვა, მანდალების ხატვა, დავიწყე გეცოდინება თაკო რაც არის და ბოლოს ისე სულიერად ხო დამამშვიდა, გადაწყვეტილებების მიღებაც გამიადვილდა, გზაც გამოვიკვლიე, წამოვედი. არ არის რთული, ნულიდან დაწყება ამდენი წლის მერე შენს ქვეყანაში ცხოვრება. ჩემთვის ძალიან რთულია, იმიტომ რომ ფაქტიურად ირგვლივ ხალხი არ ამყავს. ყველა წასულია. აღარ იცნობ ხალხს. იტალიის კანონები რომ მკითხო, ყველაფერი ლამიზე პირად ვიცი, მაგრამ აი აქ კანონები, კანონურჩილი მოქალაქე ვარ თაკო და გიჭირს იცი უკვე გადაჩვეული ხარ ქართულ ცხოვრებას. მე ახლა ვიწყებ ქართულ ცხოვრებას და ეს ხატვა მე ძალიან მეხმარება. მერე უკვე ამ ხატვის შემდეგ ახლა რაც ჩამოვედი და ფუნჯები და თავიდან ფანქრით ხატავდი. ყველაფრის მიუხედავად ფანქრით ხატავდი და მე მგონი გაჩვენე კიდეც ჩემი ნახატები და ბოლოს ახლა ეს ბოლო პერიოდი ახალი ჩამოსული ვარ 3-4 თვის და აი ეს მომინდა კიდე რაღაცა გამეკეთებია და მე დავიწყე უკვე ამ ჭაღების ყეკეთება, რავი, ხალხელები დავიკაწრე ხა რაღაცა, მაგრამ მაინც აი ამ სილამაზის ქმნას ჩემთვის მაქვს დიდი სიამოვნება რა, ამის თქმა მინდა. ხატვა ყოველთვის იყო ჩემი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი საქმიანობა, ხატვა, ხელოვნება. მიყვარს განა, იმიტომ რომ მარტო მე ვხატავ, ძალიან კიდევ მეორე, ძალიან ბევრი ნიჭიერი ხალხი, ქართველები ნიჭიერები ვართ და ყოველას რაღაცა ნიჭი აქვს, მაგრამ მე ვთვლი რომ რაღაცა მეც ორიგინალური ვარ და მაქვს უფლება მეც ამ ჩემი საქმიანობით, საყვარელი საქმიანობით რაღაცა შევძლო საქართველოში, მოკლედ, რავი. მიყვარს Facebook-ზე ბოდიში თაკო, Facebook-ზე მიწერია ესე fatta con amore ლათინური შექმნილია სიყვარულით სახელწოდება, იმიტომ რომ მე ჩემ ამ ყველა პატარა ნახაჩიც კი ჩემი სულის ნაწილს ვსდებ, სიყვარულს ვსდებ და რავი, ეს ალბათ ხალხი ხედავს, ალბათ მაგითო დაინახე შენ. შემოქმედებას თქვენს ნახატებს, იმიტომ რომ ყველა ნახატიდან რაღაცა დიდი სითბო იღურება და მადლობა. გავსებს. მადლობა. ძალიან საინტერესოა ნამდვილად, იმიტომ რომ თქვენი ცხოვრება ვინაიდან არ არის პატარა პერიოდი 18 წელი, ხო? თითქმის, ხო, ესე გავრიცხოეთში და შემდეგ უკვე უბრუნდები შენს ქვეყანას და ცდილობ რომ დადგე მყარად, ხო? და რა თქმა უნდა, აუცილებლად მინდა რომ ხარში დაუდგეთ, გვერდში დაუდგეთ და თანადგომა, რა თქმა უნდა, ყოველთვის შედეგს იძლევა და რა თქმა უნდა, ყოველთვის გადაგვარჩენს, დიახ, და უფრო მეტად წარმატებულები და უფრო მეტად სიტყვები ვიქნები. სიტყვას ყოველთვის აქვს ძალა, გეთანხმებით აქ. და დიახ, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ნუ იქნებით, არასდროს არ მიყვარს, რომ ვიყო გულგრილი, თუნდაც ეს ჩემი მტერი იყოს, იმიტომ რომ იცი რა არის, მტერიც კი უნდა რაღაცა მის საშუალება, რომ ადამიანი გახდეს და აღარ იყოს ის მტერი და რაც უფრო ყველა ერთად ძლიერები ვიქნებით, რა თქმა უნდა, დედამიწას უფრო დამშვიდდება, ძალიან ცუდ პერიოდში გვიწევს ცხოვრება და ძალიან დამაფიქრებელია, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი. და მე მიხარია, რომ თქვენი ნახატები არის ძალიან ფერადი და ძალიან შთამბეჭდავი, მინდა ჩემი სულის ფერებია თქო, ესე ვიძახი კონკრეტულად იმ ნახატზე. შეხედეთ რა ხდება, თქვენ ცხოვრობდით ემიგრაციაში და შეიძლება ყოფილიყო ეს ყველაფერი ძალიან ჩაბნელებული, ძალიან ისეთი ნეგატიური, მაგრამ ყველა ნახატი არის პოზიტიური და ფერადი. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს, რომ თქვენ შეინარჩუნეთ თქვენი სახე ბოლომდე.
მე ვფიქრობ, რომ ეს ცოტა ფსიქოლოგიური ბევრი ვფიქრეს, კი, მართალია, ესეც არის. დიახ, ნამდვილად სიმართლეს ვამბობ. და მოდი მოგვიყევი თქვენი სამომავლო გეგმების შესახებ. სამომავლო გეგმები. პირველი გეგმა რაც არის და მე მგონი სისრულეში მომყავს საქართველოში დარჩენა და არ მინდა არცად წასვლა რა, ჩემს საქართველოში მინდა ვიცხოვრო. ჩემი საქართველოს ცისქვეშ ადრე ერთ რაღაცას მოგიყვებით, აკო რატომ მიყვარს ეს საქართველო? თან ამას რომ ვამბობდი ხოლმე, რა გინდა, რატომ მიდიხარ, ეს ბევრი ლაპარაკობს ამას და ცოტა გული მწყდება, იმიტომ რომ როცა საერთოდ რომ უნდა მოექცე ადამიანს ისე როგორც შენ გინდა რომ მოგექცენ, ხო ესეა და მე კიდე თუ გინდა გაიგო ადამიანის, უნდა გაიარო ის რაც იმ ადამიანმა გაიარა. ახლა ყველას არავის არ ვიტყვი ესეთ სიტყვას, რომ თქვენ ყველას გისურვებთ ემიგრანტობას, რომ გაიგოთ ფასი და რაღაცა. რაც უფრო შორს ახარ წასული, უფრო მეტად ჩემი აზრით, როცა ხარ ქრისტიანი, როცა ხარ ცოტა სულიერებაზეც ფიქრობ, როცა მეგობრები გიყვარს და კარგ ვიბრაციებში ხარ, მოდი ახლა ცოტა ამ სიტყვას ვიხმარ, როცა კარგ ვიბრაციებში ხარ, ნათელ ენერგიებში, აი ნათელ ფერად ენერგიებში. ჩემი აზრით, თავარი ცხოვრებაში, ამ ცხოვრებაში არის ეს სიყვარული, მეგობრობა, სიკეთე, ეს არის მთავარი რა და გეგმა რაც არის პირველი, არ წავიდი არსად, დავრჩე ჩემ საქართველოში, ვიცხოვრო აქ, გავაცნობ საზოგადოებას ჩემი თავი, ჩემი ხელოვნება, იმიტომ რომ ეს ისეთ ვთვლი რომ ისეთ რაღაცას ვქმნი, რომელიც ამ ნახატების გარდა ეს ჭაღები იქნება, ტორშერები იქნება, თუ პატარა ბრები გაალამაზებს და მზე გოგო ხარო, მზე ადამიანი ხარო, ხშირად მეუბნებიან და ჩემი ნათელი, ესე ვთქვათ, სოფოსეული სინათლე შეიტანოს ადამიანმა თავის ინტერიერში, ეს იქნება საცხოვრებელი ფართი, რესტორანი, სასტუმრო, ეს მინდა და ამისთვის მადლობა შენაი, მე ვფიქრობ, რომ რაც უფრო კარგ ადამიანს გაიცნობ, იტალიურად ითქვიან პასაპაროლა, კარგი სიტყვის გადაცემით, ერთმანეთზე კარგი სიტყვის მიწოდებით, უკვე შენც ხდები ფართოდ ცნობილი და ძალიან გამეხარდება მეც თუ შევძელი ეს საქმე ვაკეთე სამომავლოდ და მოდი ამ საქმიანობასთან დაკავშირებით ვისაუბროთ. ეს არის თქვენი ჰობი თუ უკვე საქმიანობა? ჰობი არა დავიწყე უკვე იმით რომ ეს არის ეს სოფოს ნათებაა რა, სოფოს სინათლეა, ეს სოფოს სინათლეს სახელი ჯერ ვერ ხო? აბაჟურების რომელიც არის იოლად მოსავლელი, მყარი, უჟანგავი, ძალიან მარტივი, ჰაეროვანი, ხედავთ როგორია, ხა განათებულს ვერ გაჩვენებთ ჩემს გვერდზე სოციალურ ქსელში კი ვდებ, ესეთ მალე იმედია პატარა ყოველთვის მინდოდა მქონდა ჩემი რაღაცა სტუდიო გალერეა პატარა, სადაც გავაკეთებდი თან გამოვფენდი, ესეთი გალერეა მაღაზია, ყოველთვის მინდოდა მქონდა. მე მგონი ეს ყველა ხელოვანი ოცნებობს თავის გალერეაზე და თავის სახელს. კი, რაღაც ჩემი სახელი რო დაეწერება, მივხვდი და ხალხი მომი ადრე თაკო წლების უკან სანამ იტალიაში წავიდოდი, მქონდა მარჯანიშვილზე ყვავილების მაღაზია. მე მოსკოვში მომიწია ცხოვრება, რამოდენიმე წელიწად ნახევარი ვიყავი სტუდენტობის შემდეგ წასული და რო ჩამოbrunდი, გავხსენი მაღაზია. და ვაკეთებდი საქორწილო თაიგულებს, სხვათა შორის აგვისტოს თვეში მომიწია დატოვება და იტალიაში მომიწია რა, გადავწყვიტე და წავედი იტალიაში უკვე ემიგრაციის გზას დავადექი და ჩემმა მეგობარმა დამირეკა იმ სალონშივე მუშაობდა ეს გოგო დიანა, როგორ მახცოს, კარგი გოგო იყო და სოფა გეძებს ხალხიო რა, რო წავედი და გული დამწყდა, იმიტომ რომ იქ მე გავჩერებულიყავი, შეიძლება მე ეს ემიგრაციის წლები არ გამევლო და უფრო მეტი ცნობადიც გამხდა, განა ის რომ ცნობადი პოპულარობა მინდა თაკო არა, უბრალოდ ის გამახარებს, რა თქმა უნდა, ეკონომიურადაც უფრო მეტად ფეხზე დავდგები, მყარად ვიქნები ჩემს საქართველოში და თან ესეც ერთგვარი სიამაყარო შენი ხელით ნაშრომი, ამას ხოლმე ხელებით ვაკეთებ. ეს და აი ჩემი რთულია, იმიტომ რომ მე რატომღაც მეგონა ეს იყო რაღაცა ბანტისგან გაკეთებული. აი, ამ დროს არ არის რკინა, ეს არის ესეთი ბადერკინა და არ არის სიოლი დამიჯერე ამის კეთება, მაგრამ მაინც სიამოვნოა და იმას ვამბობდი და ეს გამიწყდა უცებ აზრი, მინდა რომ აი ხალხმა ეს იყიდოს და მიხვდეს, იგრძნოს რა სიყვარულით ვაკეთებ. მიხვდი აი ეს ჩემი ხედვის სინათლე, ესე ვთქვათ, აი ყველას მინდა გაიგე რომ შენი სხივი მივიდეს. ხო, რაღაცა ეს დადებითი ენერგია ყველასთან მივიდეს რა.
ხო შეიძლება ძალიან რაღაც საინტერესოა ნამდვილად. მასშტაბურს ვეჭიდები, ხა ამბიცია უნდა გქონდეს ყველა ადამიანს აქვს ხო ჯანსაღი ამბიცია და ვთვლი რომ რაღაც გამომივა მე ამის. აუცილებლად გამოგივა, ვინაიდან ძალიან საინტერესო ხაზი გაქვს, ვფიქრობ რომ მე ძალიან მომეწონა და ყველას მოეწონება აუცილებლად და ძალიან ბევრ ასე რომ ვთქვათ ინტერიერს დაამშვენებს და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის სასურველი ფორმის, სასურველი ფერის და დიზაინის შეუძლია რომ გააკეთოს კი, ფერსაც ზომა რა მნიშვნელობა არ აქვს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის, დიახ. და სამომავლო გეგმებზე ჩვენ უკვე ვისაუბრეთ, რა თქმა უნდა, აპირებრივ საქართველოში დარჩეთ, რა თქმა უნდა, და რაზე ოცნებობთ? რა არის თქვენი ოცნები? ოცნებები არა, უფრო სურვილები. თავარი სურვილი ჩემი არის მშვიდად ვიცხოვრო. სიმშვიდე მიყვარს, მიხვდი სიმშვიდე. არასდროს არ ყოფილვარ თაკო ადამიანად რო ვისაუბროთ ახლა. არასდროს არ ყოფილვარ ადამიანი, რომელიც ეკიდება სიმდიდრეს, მატერიალურ სიმდიდრეს, რაღაცა ისეთი ამბიციები, ესეთი არა. ჩემთვის ყველაზე ძვირფასი და მე უკვირს ხოლმე ხალხს რომ საუბრობ და როგორი ეგეთი როგორ ხარო რაღაც გამორჩეულიო. ჩემთვის ყოველთვის უფრო მეტად მნიშვნელოვანია საყვარელი ხალხის ჩახუტება, იცი? ხო ვითომ არაფერია, ჩახუტება. ჩემ ხალხთან ყოფნა და ღმერთო იმდენი მომეცი რომ მეყოს რა, კარგად ვიყო რა, ჩემი საჭირო ნივთები ვიყიდო. ღმერთო, ეს არის ოცნებები, ბევრია, იქ სურვილი არა მარტო ჩემს თავზე. ადრე ეკლესიაში რა შევდიოდი ხოლმე, თაკო ხო იცი არა ღმერთს შესთხოვენ რაღაცას, არასდროს არ მქონდა სურვილების ჩაფიქრება არ ვიცოდი, იცი? სულები შევდიოდი და უბრალოდ ვიმდოთ ღმერთო ბოდიში გვიან დიდი ხანი არ ვიყავი ღმერთო მადლობა აი ღმერთო მადლობა და ვთვლი რომ მადლიერების გრძნობა თაკო შეიძლება ზოგიერთს ბანალურად მოეჩვენოს და რაღაც გაიღიმოს მაგრამ მადლიერების გრძნობას მოუყავარ დღემდე ამ ჩემი სიფერადით აი იმიტომ არ ფერადი ვიხდით თორე ძალიან ბევრი დაცემა იყოს მე სფინქსივით ისევ წამოდგომა ხო ხვდები გაცოცხლება ჩემს ცხოვრებაში არ იყო ეს იოლი მაგრამ შევძელი აგერ გაღიმებული ვარ და კიდე რაღაცას ვცდილობ არ ჩერდები ვიხდი და ოცნებები ალბათ უფრო რაღაცა გრანდიოზულ ოცნება არა ჩემ საქართველოში ვიცხოვრო რა მშვიდად ვიცხოვრო და ჩემ საყვარელ ხალხს ვეხუტებოდე და ჩემ საყვარელ ხალხთან ვიყო ეს მინდა რა ვიხდი ბევრი არაფერია ყველაზე მნიშვნელოვანი კიდევ როგორ მოგძებნოს მომხმარებელმა სოციალურ ქსელში როგორ შეუკვეთოს ნახატი ასევე აბაჟური ყველაზე მნიშვნელოვანი ლათინური ასოებით მიწერია Facebook-იც მაქვს უფრო Facebook-ის მომხმარებელი ვარ იმიტომ რომ მომწონს ეს პლატფორმა იქ მესიჯების მიწერის ეს არის Fatta con amore შეგვიძლია რავი როგორ ჩავ Fatta con amore შექმნილია სიყვარულით ესე ქვია მოკლედ Fatta con amore და ნამდვილად იკვეთება სოფიო ბაზაძე ვარ 45 წლის ნამუშევრებში თქვენი სიყვარული სწორად მე მგონი მიპოვნია რავი ვცდილობ რომ გავზარდო გვერდი მომხმარებლები სოციალური ქსელით არის დღეს და ცოტა მაგ მხრივ ჩამოვრჩები ესე ვთქვათ დინებას მაგრამ შევძლებ თაკო შენი წყალობით შევძლებ მე დარწმუნებული იმიტომ რომ დიდი სტიმული მომეცი მზად ვარ გვერდში ძალიან დიდი მადლობა თქვენს ნებისმიერ ადამიანს რითაც შემიძლია როგორც შემიძლია ჩვენი გადაცემაც ასევე მხარი დაუჭიროს გვერდში დაუდგეთ რა თქმა უნდა აქვე ვიტყვი რომ ვისაც სურს რომ მოვიდეს ჩვენს gadაცემაში სტუმრად რა თქმა უნდა მივიღებთ აუცილებლად იმიტომ რომ ყველა ჩემი აზრით ვისაც სურს განვითარება ყველას უნდა მივეხმაროთ თაკო ნამდვილად და მინდა წარმატებები გისურვოთ მადლობა ძალიან ბევრ სიყვარულს სითბოს სიხარულს და უდიდეს წარმატებას რა თქმა უნდა რომელიც თქვენ ნამდვილად გჭირდებათ იმიტომ რომ საქართველოში იწყებთ ახალ ცხოვრებას ქართულ ცხოვრებას ვიწყებთ ქართულ ცხოვრებას სოფო ბაზაძე იწყებს ქართულ ცხოვრებას ერთად გვიშველე უდიდესი წარმატება სოფოს მადლობა დიდი თაკო მერსი მადლობა ჩვენი გადაცემა რა თქმა უნდა დასასრულს მიუახლოვდა და მე მინდა დაგემშვიდობოთ ერთი კვირით ბედნიერ და წარმატებულ კვირის დღეს გისურვებთ